ძალიან გულსაწყვეტი არის, როდესაც ხელისუფლებას ესეთი უკონტროლო ძალაუფლება აქვს, უკვე ფაქტობრივად დიქტატურა არის საქართველოში ახლა და არანაირი არჩევნები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ პირობებში ჩატარდეს. წინა არჩევნებიდან გამომდინარეც ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი მასშტაბით გაყალბდა არჩევნები, ოპოზიციამ მოიგო ეს არჩევნები, მაგრამ ხელისუფლებამ დაწერა ის შედეგი, რაც დაწერა. არ მიუღია, რა თქმა უნდა, ის შედეგი, მაგრამ დაწერა, ხო? ანუ მის შემდეგ უკვე საქართველოს ხელისუფალმა ღიად განაცხადა, რომ ევროპულ კურსს გადაუხვია, აღარ მივდივართ ევროპისკენ. ნუ ფაქტიურად განაცხადი არ არის გაკეთებული, მაგრამ ყველა მოქალაქე მიცის, რომ რუსეთისკენ მიდის დღევანდელი ხელისუფლება და ამიტომ იმედის დამყარება იმაზე, რომ ვთქვათ, საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება და რაღაც შეიძლება, როგორც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, გამოგლიჯო ხელისუფლებას, ეს რეალობას არ შეესაბამება და მაგასაც რომ თავი გავანებოთ, პოლიტიკური გემოვნება, ყველა პოლიტიკური პარტიის პირადი საქმე არის, ეს რომ ვთქვათ, როგორ უყურებენ ისინი სტრატეგიას, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ის არის, რომ ერთობა დაირღვა პოლიტიკურ პარტიებში და საზოგადოებაში არსებული ერთობა იმის ირგვლივ, რომ ვთქვათ, აქტიური წინააღმდეგობა გაგვეწია ესე რომ ვთქვათ, ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის და იმ რუსეთის ესე რომ ვთქვათ, დამქაშებისთვის, აი ეს ერთობა დაირღვა იმ პარტიების გადაწყვეტილებით, როდესაც მათმა მიიღენ გადაწყვეტილება მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში და რითაც სააბსი თუ უნებსიეთ, არ ვიცი რატო ვერ ფიქრობენ იმაზე, რომ ლეგიტიმურობას ძენენ ამითი არსებულ ხელისუფლებას, რომელსაც მთელი მსოფლიო არ აღიარებს და მიიჩნევს არალეგიტიმურ.